დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკები დღეს სოფლიოში აღიარებული არა მხოლოდ ბუნების დაცვის, არამედ ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტადაც. ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს ბუნებრივი სიმდიდრე ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოტივატორად განიხილება. სწორედ დაცული ტერიტორიები იზიდავს მილიონობით ვიზიტორს და ხელს უწყობს ტურისტული სერვისებისა და მთლიანობაში ტურისტული ეკოსისტემის განვითარებას. მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის მონაცემებით მსოფლიოში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორები წლიურად საშუალოდ 600 მილიარდამდე დოლარის ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან. დაცული ტერიტორიების გაფართოების ტენდენცია საქართველოშიც აქტუალურია 2025 წლის მონაცემებით. დაცული ტერიტორიების ფართობი 927,000 ჰექტარს აღემატება, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13%-ზე მეტია. რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ბუნებრივმა სიმდიდრემ, როგორ ვითარდება და რა პოტენციალი გვაქვს ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, დაცული ტერიტორიების ააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ ხახიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემას სტუმრობისთვის. მე და თქვენ მოგჯერდით საუბრია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი მთლიანად დაცული ტერიტორიები როგორც ტურიზმის შემადგენელი ნაწილი და ამ მიმართულებით რეალური შესაძლებლობის მომცემი. თქვენი გადმოსახედიდან გარდა იმისა, რომ კონკრეტული მარკეტინგული კამპანიები დაუშვათ აქტივობები გაქვთ, რეალურად საქართველოს დაცული ტერიტორიები არის თუ არა ის ადგილები, რომელიც უცხოელი ვიზიტორისთვის შეიძლება ამ კუთხით იყოს საინტერესო და სწორედ მათ გამო ჩამოვიდეს საქართველოში და რამდენად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხდება, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო წლების განმავლობაში ჩვენთვის და დღეს როგორი სურათი გვაქვს ამ კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის უპირველეს მიზანს ეკოტურიზმის განვითარება ნამდვილად არ წარმოადგენს. უპირველესი ამოცანა ჩვენთვის ეს არის ბუნების კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და იმ ლანდშაფტების ფლორისა და ფაუნის ხელშეუხებლად შემონახვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. სწორედ ამის პარალელურად ჩვენ ვეწევით სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებას იმისათვის, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება მოინახულონ აღნიშნული ტერიტორიები და შესაბამისად სასიამოვნოდ გაატარონ დრო დაცულ ტერიტორიებზე. უნდა დაგეთანხმოთ, ნამდვილად საქართველო არის ეს ერთ-ერთი ის ხელწერტილი მსოფლიოს სხვადასხვა ხელწერტილებს შორის, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევენ საზოგადოებაში, სწორედ იმ ბუნებრივი ეკოსისტემების მეშვეობით და წყალობით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე. იწვევენ კი ანუ რეალური მაჩვენებლები როგორი? დიახ, საქართველო ხდება იმ 26 hotspot-ს შორის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და შესაბამისად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნიკალურ ტერიტორიებს წარმოადგენს ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების კუთხით. ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე ამერიკისთან შედარებას, როდესაც ვახდენთ, რომ რამოდენიმე საათი, როდესაც ამერიკაში მანქანით მიდიხარ, ფაქტურად ლანდშაფტი საერთოდ არც კი იცვლება. მაშინ, როდესაც საქართველოში სულ რაღაც 4 საათი, 5 საათი მანქანით გადაადგილების პარალელურად შენ შეგიძლია ნახევარ უდაბნოდან მაგალითად აღმოჩნდე მყინვარებზე ან ზღვის სანაპიროზე. შესაბამისად ეს ბიომრავალფეროვნება და ხშირი ცვალებადობა ლანდშაფტების გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან მოკლე დროში მოვინახულოთ ძალიან განსხვავებული გარემო, რაც მოგზაურობისათვის ერთ-ერთი ეგზოტიკური საშუალებაა და მათ აძლევთ საშუალებას, რომ ძალიან საინტერესო შთაბეჭდილებები შეიქმნან. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მათ ესაჭირაებათ ის მინიმალისტური ინფრასტრუქტურა, რაც მათ სასიამოვნოდ დროის გატარების და გადაადგილების საშუალებას მისცემს. ამ კუთხით დაცულ ტერიტორიებზე ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმალისტური ინფრასტრუქტურით ჩამოვიფარგლოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიები არ დავაზიანოთ და მოხდეს აღნიშნული ტერიტორიების ხელუხლებლად შემონახვა. შესაბამისად, ჩვენი ჩარევა, ინტერვენცია შემოიფარგლება მხოლოდ მინიმალისტური ეკომეგობრული სალაშქრო ბილიკების მოწყობით, ან გადასახედების მოწყობით, სათავგადასავლო პარკების მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობით, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი მხრივ ვიზიტორებს მივცეთ გადაადგილების, დროის გატარების საშუალება, მეორე მხრივ კი, რა თქმა უნდა, არ დავაზიანოთ ლანდშაფტები. მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ ეხოს, მაგალითად, წინა წლებთან შედარებით, რამდენად მეტი ვიზიტორი ესტუმრა დაცულ ტერიტორიებს უცხოელ ვიზიტორებს მხედველობაში, იმიტომ რომ ანუ საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურში ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს, მათ საკმაოდ კარგი ინფორმაციაც აქვს და მეტნაკლებიც წარმოადგენს, რომ ჩვენ გვაქვს დიახ ეს ბუნებრივი სიმდიდრეები, რომლის არ მონახულება ჩემი გადმოსახედიდან პირდაპირ მნიშვნელობით არ შეიძლება. უნდა მოვინახულოთ, დიახ, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები და ტერიტორიებია, რომელზეც სიამოვნებით და დაუსრულებლად შემიძლია ხოლმე საუბარი. მაგრამ რეალურად უცხოელი ვიზიტორისთვის რამდენად რეალურად ასეთი საინტერესოა
ხელშესახები რომ იყოს ყველასთვის სტატისტიკური მაჩვენებლები. დაცული ტერიტორიების აგენტო სტატისტიკის წარმოებას ახდენს ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავაკვირდეთ სურათს რამოდენიმე წლიან დინამიკაში, რასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურ ზრდას განიცდის ვიზიტორთა რაოდენობა, მათ შორის უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. დღეს მდგომარეობით მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცულ ტერიტორიებს 2025 წელს ესტუმრა დაახლოებით 460,000 ვიზიტორი, რაც 6 თვის მონაცემებით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 17%-ით არის ზრდა. მათ შორის 51% უცხოელი ვიზიტორები არიან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩამოსული უცხოელი ვიზიტორებიდან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ რა თქმა უნდა აღნიშნულ დინამიკას და ზრდის ტრენდს რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ვაკვირდებით ხოლმე და უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი 17-18-20%-მდე ზრდა ყოველწლიურად შეინიშნება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის COVID-მდე პერიოდი, როდესაც გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლების კი ჰქონდა ზრდასთან მიმართებაში, თუმცა დღეს მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაუბრუნდით COVID-ის წინა პერიოდს და დღეს წელს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავაჭარბებთ წინა. რამდენად აქტიურად ახორციელებთ მარკეტინგულ კამპანიებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულოს დაცული ტერიტორიები, ამ მიმართულებით თუ მუშაობთ და დაუშვათ რა საერთაშორისო გამოფენებისაც იღებთ მონაწილეობას, რომელი გამოფენები, ანუ რეალურად რომელი ბაზრებიდან ფიქრობთ, რომ შეიძლება საქართველოში დაცულ ტერიტორიების მიმართულებით შემოიყვანოთ ტურისტები. ამას ძალიან მარტივი რამის გამოკითხვა, მე შეგნებულად ვახსენე რიცხვი 600 მილიარდი მსოფლიო მასშტაბით შემოსავალი დაცული ტერიტორიების ვიზიტორების მიერ დახარჯული საერთო ჯამში თანხიდან, ხო? ანუ ეს იმდენად დიდ თანხაზეა საუბარი, რომ მცირე ნაწილის მიღების შესაძლებლობაც რომ გქონდეს საქართველოს სამართლებრივ ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვექნება. რამდენად აქტიური მარკეტინგული კამპანიები გაქვთ? დიახ, ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, როდესაც ვსაუბრობთ ეკოტურიზმის განვითარებაზე, ჩვენთვის რა თქმა უნდა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია არ არის მთავარი მიზანი. ჩვენთვის მთავარია, რომ ის საზოგადოების წევრები, ის ვიზიტორები, რომელიც დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ, მათ შექმნან ეკონომიკური დოვლათი რეგიონისათვის და სწორედ ამიტომ დაცულ ტერიტორიებს ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რათა გავზარდოთ რეგიონის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც წესი და ფაქტები მოწმობს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მაგალითებს თუ გადავხედავთ, რომ როგორც კი დაცული ტერიტორიები იქმნება და იქ ხდება მინიმალისტური ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც კი შესაბამისად ვიზიტორები იწყებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლას, ერთიორად პირდაპირ პროპორციულად იზრდება რეგიონის ეკონომიკური შემოსავლები. მარტვილის კანიონს ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე და რომლის ასე ვთქვათ აღიარებაც საერთაშორისო დონეზე ევროპის საბჭოს მხრიდანაც კი მოხდა აღნიშნული კუთხით. მტირალას ეროვნული პარკი გვაქვს ერთ-ერთი კიდევ კარგი მაგალითი, როდესაც სოფელი ჩაქვისთავი, რომელიც ფაქტურად სრულად დაცლილი იყო, დღეს უკვე 50-ზე მეტი მუდმივი მკვიდრი ოჯახი დაბრუნდა და ეკომეგობრულ საქმიანობებს ეწევიან. იგივე თუშეთის ეროვნულ პარკს ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე, როდესაც ზაფხულის სეზონზე მაგალითად ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ძალიან ბევრი ადგილობრივი სერვისებს ეწევა აღნიშნულ ტერიტორიაზე. წალკის კანიონიც ნამდვილად, რომელიც ფაქტიურად მასშტაბი მივიღეთ დღეს სურათით. დიახ, თუ წალკის კანიონის მაგალითად წლების წინ მხოლოდ 5,000-6,000 ვიზიტორი სტუმრობდა წლის განმავლობაში და ისიც ეკონომიკურ სარგებელს როგორც ასეთი რეგიონს არ უტოვებდა, დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე ათეული ათასი ვიზიტორი სტუმრობს და ფაქტიურად ყველა ადგილობრივი დასაქმებულია აღნიშნულ ბიზნესში. საერთაშორისო კუთხით თუ შევახებით, ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი გვაქვს სწორედ იმ კუთხით, როდესაც დაცული ტერიტორიების დაარსებამ და შემდეგ უკვე სერვისების დაწყებამ მოგვცა საშუალება, რომ შემოსავალი მიეცათ საშუალება, რომ მიეღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლები, როგორც ეროვნული პარკების სამსახურებისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც საბოლოო ჯამში სტრატეგია სააგენტოსი ამ მიმართულებით არის, რომ შეიქმნას დაცული ტერიტორია და იქ მე უკვე განვითარდეს მინიმალური ინფრასტრუქტურა და დანარჩენი უკვე ბიზნესმა გააკეთოს. შემდეგ უკვე ბიზნესის ინტერვენციით. თვითონ ბიზნესთან აქტიური კონსულტაცია გაქვთ ამ მიმართულებით, ან რამდენად რეალურად ხედავენ აი ამ სარგებელს, მუშაობის პროცესი როგორ მიდის, აი როგორ არის ხოლმე ეს, რომ რეალურად თავარი მიზანი ხო არის, თან არ უნდა დაზიანდეს ეს დაცული ტერიტორიები არანაირად, ხო? და თან პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს ბიზნეს აქტივობაც ისეთი, რომ სარგებელიც მიიღოთ. აი ეს კოლაბორაცია ერთად როგორ არის? ნამდვილად საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს მოიცავს, როდესაც დაცული ტერიტორიების განვითარება ხდება, მის პარალელურად
ერთად ის კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან კოორდინაცია ხდება როგორც ცენტრალურ დონეზე თბილისის ოფისიდან, ასევე რეგიონალური ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით, რომელიც რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან აქტიურად მუშაობს. როგორც წესი ჩვენ ღია ვართ იმისათვის, რომ კერძო სექტორთან ვითანამშრომლოთ როგორც დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის ირგვლივ გარკვეული ეკოტურისტული საქმიანობების რაღაც გარკვეული სტანდარტები არსებობს, რაც არ შეიძლება და რაც შეიძლება, მაგალითად, პირობითად რომელიმე კანიონის გარშემო რა შეიძლება რომ გაკეთდეს და რა არ შეიძლება რომ გაკეთდეს. კი, როგორც ასეთი ჩვენ ხელმძღვანელობთ გენერალური გეგმებით, დაცული ტერიტორიებზე შემუშავებული გენერალური გეგმებითა და იმ სტრატეგიული დოკუმენტებით, რომელიც ეკოტურიზმის განვითარებას ემსახურება, თუმცა რა თქმა უნდა, თითოეულ პარკს გააჩნია მისი მართვის გეგმა, მენეჯმენტის გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა იმ დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობებს, რომელიც პარკის ტერიტორიაზე გვხვდება. მაგალითად, სასტუმრო ობიექტის მშენებლობა ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის გარშემო. ეს დავუშვათ ამ სტრატეგიაში როგორ ჯდება და რა ტიპის ობიექტი უნდა იყოს განთავსების აშენებული. აი ეს ყველაფერი როგორ დგება? დაცული ტერიტორიების შიგნით ცალსახად რა თქმა უნდა სხვა რეგულაციები ვრცელდება, მაშინ როდესაც დაცული ტერიტორიების მიღმა კერძო სექტორის ტერიტორიაზე ამ კუთხით ხდება ხოლმე როგორც წესი ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების მიცემა გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სექტორის ტერიტორიაზე ცალსახად ჩვენი ჩარევა ვერ მოხდება. დავიწყოთ იქიდან, რომ დაცულ ტერიტორიებზეც დაშვებულია მსგავსი ტიპის მშენებლობები, მხოლოდ გარკვეულ ზონებში, რა თქმა უნდა, ეროვნული პარკის ზონირებას გულისხმობ, არის ზონები, სადაც დაშვებულია მსგავსი მშენებლობები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სრულად ჰარმონიული ბუნებასთან, ეკომეგობრული და რა ტიპის მშენებლობებია დაშვებული, მაგალითად, რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე? როგორც წესი, დაცული ტერიტორიების სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს ხოლმე კერძო სექტორთან ერთად იმ შესაძლო პოტენციურ გეგმებს, რომელიც მათ მხრიდან ხდება გენერირება. ეს შეიძლება იყოს ტურისტული თავშესაფრები, სათავგადასავლო პარკი, თოკების პარკი, ზიპლაინი, მაგრამ არა მაღალსართულიანი ობიექტი. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში ბუნებასთან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. ასევე თან ხდება ძალიან დეტალურად ის მასალები, რომელიც სამშენებლო პროცესში უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის სამუშაოების მასშტაბები და ასე შემდეგ. ცხადია, ეს პირველ რიგში თან ხდება იმისათვის, რათა არ დაირღვეს იერსახე და მეორე მხრივ რაიმე საფრთხე არ შეექმნას ეკოსისტემებს. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს დაცული ტერიტორიები ეს ალბათ ის მიმართულებაა, რომელსაც ყველა მხრიდან მოფრთხილება ჭირდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის და ყველა მიმართულებით. თუმცა რეალურად მთავარი გამოწვევა თქვენი სააგენტოს გადმოსახედით რა არის, სადაც რა მიმართულებითაც საჭიროა მეტი მუშაობა. ეს თავისთავად მოიცავს იმას, რომ ტურისტებიც მრავლად უნდა იყვნენ, დამთვალიერებელი ძალიან ბევრი უნდა იყოს, მაგრამ თვითონ დაცული ტერიტორიები იმ არსებული სისტემით რეალურად იყოს ხელშეუხებელი და იქ არ მოხდეს უხეშარება. აი, ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევას დღეს რა შეხედავთ? უნდა აღინიშნოს, რომ სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობთ. ერთი პირველი, რაცაც მუდმივად აღნიშნავთ, ეს არის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, დაცვა, კონსერვაცია. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კვლავ გამოწვევები, რაც დაკავშირებულია ბრაკონიერობასთან, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო აქტიურად ებრძვის მსგავს ქმედებებს, როგორც კანონახსრულების მექანიზმების საშუალებით, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით, ცხადია, დღეს კვლავ ხდება გარკვეული გამოწვევები ამ კუთხით, რაზეც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აღმოიფხვრას ყველა დაცულ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემები, თუმცა როგორც თქვენთვის ცნობილია, კვლავ ვაფართოვებთ დაცულ ტერიტორიებს, ახალი დაცული ტერიტორიები ემატება ქსელს, რაც დამატებით გამოწვევებს წარმოშობს. მეორე კუთხით მუშაობთ, რა თქმა უნდა, ეკოტურიზმის და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე, რა მხრივაც ყოველთვის აღნიშნავთ, რომ სერვისის შეთავაზების დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ვიზიტორთა მოთხოვნებს, საჭიროებებს და მათ სასიამოვნო მოგზაურობის შთაბეჭდილებები შევქმნათ. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა, რაც მათ დაცულ ტერიტორიებზე დახვდებათ, სრულად უნდა პასუხობდეს იმ უსაფრთხოებისა და კომფორტის ნიშნულებს, რაც გათვალისწინებულია დაცულ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და აი ამ მიმართულებით რაიმე ტიპის რეალური პრობლემას აწყდებით, ანუ რომელიც მოსაგვარებელია თუ დაუშვათ ის რეინჯერები, რომლებიც ყავს დღეს ამ დაცულ ტერიტორიებზე, ის საკმარისი რაოდენობაა და საკმარისი კვალიფიკაცია
ინდიკაციაა, რომ აქვთ რომ დაუშვათ ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული პრობლემა არ იყოს შექმნილი? პირველ რიგში ჩვენ ვიზიტორებს ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე რომ პირველ რიგში ესტუმრონ ვიზიტორთა ცენტრებს და მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ მოგზაურობის დაგეგმვამდე ტერიტორიების ქვედა მხარეს, ხო? ანუ დიახ, სასახად ვიზიტორთა ცენტრებშიც, ბუკლეტების, სხვადასხვა ბანერების საშუალებით, სანამ ლაშქრობას დაიწყებენ, ვიზიტორებმა უნდა იცოდნენ ის მინიმალისტური წესები, რაც ბილიკზე გადაადგილების დროს უნდა დაიცვან. უნდა ითქვას, რომ ითვალისწინებენ საფეთნიეროდ არ გვქონია რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ვიზიტორების კუთხით წარმოჩენდებოდა და შესაბამისად საფრთხეებასთან მიმართებაში და საბედნიეროდ არ გვქონია რაიმე მსგავსი ინციდენტები. თუმცა რაც უკავშირდება უშუალოდ ბილიკიდან გადახვევას, დაკარგვას, მსგავსი პრეცედენტები არის ხოლმე, როდესაც შემდეგ უკვე ერთვებიან ჩვენი რეინჯერების, შესაბამისი სხვა უწყების თანამშრომლებიც იმისათვის, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ინციდენტების მოგვარება. აზიანებენ დაუშვათ ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებს თუ რეალურად მაინც ცდილობენ რომ მეტნაკლებად გაუფრთხილდნენ. ანუ შეგნება ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამთვალიერებლების მხრიდან გაიზარდა ამ ახლა განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეები ვაინტერესებს. წლიდან წლამდე ამ კუთხით გასვეთშეგულია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი პროგრესია. მე ბევრჯერ მინახავს დანაგვიანებული დაცულ ფაქტები ადგილები. კვლავ გვხვდება, თუმცა ძირითად პრობლემას მაინც დანაგვიანება წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ მხარეებში და რეგიონებში, რომელიც მაღალმთიანია და საიდანაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ნაგვის გამოტანა ხოლმე. ესე დროს ყოველთვის ვიზიტორებს ვთხოვთ, რომ ის ნარჩენები, რომელიც მათ მოგზაურობის დროს ექნებათ, თან იქონიან და თან წამოიღონ, გამომდინარე იქიდან, რომ რეინჯერები ცხადია ვერ ახდენენ მაღალმთიან რეგიონებიდან მუდმივ ტრანსპორტირებას ნარჩენების, რაც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ყაზბეგის ეროვნული პარკის მაგალითი გვაქვს, როდესაც საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ხოლმე შემდეგ ჩვენს რეინჯერებს მუშაობა იმისათვის, რათა დასუფთავდეს აღნიშნული ტერიტორიები. ამ კუთხით ვაგრძელებთ კიდევ ერთხელ მუშაობას ცნობიერების ამაღლების კუთხით, ამ კუთხით სხვადასხვა ქმედებები დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის ვისარგებლობთ თქვენი ეთერი და კიდევ ერთხელ აღნიშნავ მასკოტის ჩვენი ეროვნული პარკების სახასიათო გმირის კონკურსს, რომელსაც მიმდინარე პერიოდში მუშაობთ და ჩვენი ქმედებების შესაბამისად გამოვლინდება გმირი, მასკოტი, რომელიც უკვე ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან აქტიურად იმუშავებს, თუნდაც ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით იმისათვის, რათა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ასწავლოს და მიუთითოს იმ ქცევებზე, იმ ქმედებებზე, რომელიც ეროვნულ პარკში არის დასაშვებია ნაკრძალული. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თამარ ხახიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.